Ყველა ნომერი არ არის. შეუძლებელია. არა, მართლა არ არის, ამდენჯერ მენახე. აბა წავიდეთ. მაჩვენე. Ოცდაჩვიდმეტი. 38. აქ არ არის 37, 38. აქ არის. მე აღარ გჭირდები. არა. დიდი მადლობა. დავიდი.
გუშინ გვიან ღამით საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ბატონი ევალდ გერშელმანი უკვალოდ გაქრა. მეფის ნაცვლის კანცელარიის ჩინოვნიკმა კეპენმა, რომელიც იმ დროს იქ იმყოფებოდა, განაცხადა, რომ გერშელმანი თავის კაბინეტიდან არ გამოსულა. ხოლო როდესაც თვითონ შესულა მასთან, უნახავს ჩამტვრეული ფანჯარა და ცარიელი ოთახი. ბიბლიოთეკის ერთ-ერთი მუშაკის თქმით, იმ დღეს გერშელმანს ფოსტით რაღაც წიგნი მიუღია და სწორედ აი იმ წიგნზე მუშაობდა. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა ვერც მას მიაკვლიეს და ვერც რომელიმე განსაკუთრებულ წიგნს. წიგნის შესახებ არც ბატონი კეპენი ამბობს რამეს. იგი წინასწარ პატიმრობაში იქნა აყვანილი. დაკავებისას მასთან წიგნი არ აღმოაჩნდა. ბატონო გიორგი, მე ეს პუბლიკაცია გაზეთ კავკაზიდან ამოვიწერე. ეს გაზეთი იმ წლებში გამოდიოდა კვირაში 3 ჯერ და ეს სწორედ მეორე დღის ნომერია. გერშელმანი ვინ იყო? გერშელმანი იყო საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი 1873-75 წლებში. გერშელმანი საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი. მოიცა. სწორია. როგორ არ გამახსენდა? მოიცა. ბიბლიოთეკის დირექტორი იყო გუსტავ რადე. დიახ, როგორც ქალბატონი ელენე ამბობს, გუსტავ რადეს მოუწევია გერშელმანი თბილისში. ელენე მიცეს ამ ხელნაწერის შესახებ? არა, მე არ მithქვამს. ოდა ძალიან კარგი, ნურაბის ნუეტყვი. მით უმეტეს ქალბატონ ელენეს ცოტა უცნაური ქალია და ხომეცი. რა? შეიძლება რა შეიძლება? არაფერი. ელენეს მაინც ნუეტყვი. ის საცავი, სადაც ეს წიგნები ინახება, საბჭოთა კავშირის დროს გასაიდუმლებული იყო. მარტო ქალბატონ ელენეს შეეძლო შესვლა. ეს ახლა აღარ არის ასე. მაგრამ ქალბატონ ელენე მაინც ეჭვის თვალით უყურებს ყველას. იმან რომ გაიგოს, რომ ჩვენ ამ წიგნს ვეძებთ, შეიძლება საქმეც გაგვიფუჭოს. ისე რატომ მანდა მაინც გერშელმანი? რატომ რადეს სახელზე არ არის ეს წერილი? და ამას მნიშვნელობა აქვს? ალბათ არანაირი, ალბათ ეს აპაკიძე გერშელმანს ეცნობდა. და მაინც სად უნდა ვეძებოთ? რადგან წიგნი არაბულად არის დაწერილი, ალბათ აღმოსავლეთ ლიტერატურაში უნდა ვეძებოთ. აი შენ ეს ნომრები. აი შეიძლება აქ იყოს. და თუ მაინც იმ საცავშია? დახურულ ფონდში? მაშინ გასაღები ელენეს აღვდა. ჯობია ელენე მარიცოდეს. და სხვა მიზეზით რომ შევიდეთ, ვითომ სხვა წიგნი გვინდა? ელენე მარტო არ დაგტოვებს. გასაგებია. რამეს მოვიფიქრებ? კარგი, წადი. თუ კიდევ რამეს გაიგებ, არავისთან სიტყვა არ დაგწდეს. დიახ. ნახვამდის. ნახვამდის. ეს წიგნი სად იქნება? ეს ნომერი ვინ მოგცა? შენ ამ წიგნს ვერ იპოვნი. რატო? არც კი ვიცი სად უნდა ეძებო. იცი რა, ელენეს კითხე. იქნებ იმან იცის. იქნებ დაგეხმაროს. ელენეს არ მინდა ვკითხო. ისა რომელ საცავში იქნება? მეორე დარბაზის ბოლოს კიბით უნდა ჩახვიდე, ხელმარცხნივ. კარი ალბათ შენ არ შეგიმჩნევია. აი, ქარის დახურული ფონდი. ნუ ეს ადრე იყო დახურული, ეხლა აღარ არის დახურული, ისე რომ ელენეს თხოვე, შენ ახალი ხარ, შეიძლება უარი არ გითხრას. კაი, ჩავალ და ვნახავ, და მართლა არც მითხრას უარი. მინდა გაბარა მაგ წიგნის პოვნა. შეიძლება რომ გითხრა?
გიორგი? როგორ მიხვდი? რა მიხვედრა უნდა? თავარია ელენემ არ გაიგოს, რომ გიორგისთვის ეძებ მაგ წიგნს. თორემ არაფრით არ დაგეხმარება. რა ვქნა? რამე მოიფიქრე. მე მაინც წავალ. ალბატონო ელენე. ალბატონო ელენე. ანა, რა მოგივიდა, რა ფერი გადაშა? ბატონო გიორგი ქვიღაც იყო. სად? იქ ელენეს საცავში. შესვლა უნდა და. რამში გარშინა იქნებ ელენე იყო. არა ბატონო გიორგი ელენე არა, ვიღაცა სხვა იყო. რა იცი, დაინახე? რა ვერ დავინახე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ელენე არ იყო. რატომ გონია რომ მანდა მაინც სხვა იყო? არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ ელენეს ჩუმა და ქურდულად არ შემოვიდა და. ელენე საერთოდ ჩუმა დადეს. არ ვიცი. ძალიან კი შემეშინდა. საინტერესო ეს გერშელმანი გერმანელი იყო თუ ებრაელი? მოეშვით მაგ გერთუ რა გვარია? გერშელმანი. ევალდ გერშელმანი გერმანელი იყო. თუ კიდევ გაინტერესებთ რამე, მკითხეთ და გეტყვით. თქვენ საიდან იცით ქალბატონო ელენე? ვიცი. გერშელმანი ჩემი დიდი პაპა იყო. ქალბატონო ელენე, თქვენი გვარი გერშელმანი რო არ არის? 37-ში ჩემი მშობლები დააპატიმრეს. ჯერ მამა, ერთი კვირის შემდეგ დედა წაიყვანეს. პატარა ვიყავი, მაგრამ ის ორი ღამე გუშინდელივით მახსოვს. დედის ნათესავებმა გამზარდეს და გვარიც მაშინ შემიცვალეს. ასე რომ ახლა ამის დამალვა საძრი აღარ აქვს. რა ვქნა? ამ ქალის მაინც ძალიან მეშინია. მაქალის ყველას ეშინია. უფრო სწორედ ეშინოდათ. რატომ ეშინოდათ? იმიტომ რომ კომუნისტების დროს დახურულ ფონდში შესვლა მარტო კგბ-ს შეეძლო. აქედან გამომდინარე, ვინ არის ელენე? პოლკოვნიკი. ელენესთან ურთიერთობას ყველა ერიდებოდა.
პოლკოვნიკი არა, გენერალი. იცი რა მასალებია დახურულ ფონდში? შესვლა შეიძლება? შეიძლება, მაგრამ ყველაფერი, რასაც ნახავ და წაიკითხა, ვიქეცოდინებათ. იქ სად? სად და კგბ-ში. მე კგბ-ში სულ არ მეშინია. მე ელენე უფრო მაშინებს. მართალი ხარ. მოჩვენებასავით, ხან სად გაჩნდება, ხან სად. ძალიან ჩუმად დადის. მე კი მგონია ჩუმად რომ დადის ის ელენე კი არა, სულ სხვა ვიღაცაა. რა? ვინ სხვა? არ ვიცი ვინ, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ელენე არ არის. კარგი რა. მე კიდე შეშინება მინდა, ისედაც საცავიდან პირდაპირ ტუალეტში დავრდივარ. შენობის გეგმა არის სადმე? რა გეგმა? აი ბიბლიოთეკის გეგმა, ოთახების განლაგება. არ ვიცი და არც მაინტერესებს. აქ იმდენი ოთახი, დერეფანი და კიბია რას გაიგებ? ელენეს ეცოდინება. ელენას კი ეცოდინება. მაგრამ მე ხო არ დამიწყებს ექსკურსიის ჩატარებას არა. მე ვიცი მეორე კორპუსში, მერი გვარი არ მახსოვს. ყველაფერი რაც ბიბლიოთეკას შეეხება იმ ქალმა იცის. გაუხარდება კიდეც. ერთადერთი ხარ, ვინც ამით დაინტერესდა. კაცრავად. ქალბატონი მერი მინდა. აქა ვარ. ვინ კითხულობს? გამარჯობათ, მე თქვენი ახალი თანამშრომელი ვარ ანა. იცით, თქვენი დახმარება მჭირდებათ, დრო თუ გაქვთ. უკვე რამდენი ხანია ჩვენი ბიბლიოთეკის ისტორიაზე ვმუშაობ. იცით რა მასალები მაქვს მოძიებული? ჩემს მეტმა არავინ არ იცის და არც უნდათ რომ იცოდნენ. იცით რატომ? აი, გამოგიტყდებით და გეტყვით. იმიტომ რომ ამ ბიბლიოთეკის დაარსებაში დიდი როლი ითამაშეს არა ქართველებმა, არამედ გერმანელებმა, ფრანგებმა, რუსებმა. ვორონცოვი ხომ გაგიგიათ? კი. არა, ის არა. მიხაილ სიმიონოვიჩი. აი, სწორედ იმან დაარსა ჩვენი ბიბლიოთეკა. თავის საკუთარ წიგნებს დაუმატა პეტერბურგის უნივერსიტეტის რექტორის დეგუროვის კუთვნილი ბიბლიოთეკა. მენშიკოვმა თავის მამის და ბიძის წიგნები აჩუქა თბილის 50,000 ტომი. იცით რა ინტელიგენცია იყო მაშინ თბილისში? გარანცოს უნდოდა რომ თბილისი კავკასიის ცენტრი ყოფილიყო. პირველი იტალიური ოპერა მან ჩამოიყვანა თბილისში. უკაცრავად, თქვენ შეგიძლიათ იმათი გვარები მითხრათ, ვინც იმ დროს მუშაობდა. რა თქმა უნდა, შემიძლიან. მე თუ არ შემიძლიან, აბა ვის შეუძლიან? იცით, არის წიგნი ბიბლიოთეკის შესახებ, მაგრამ იქ ყველაფერი შეცდომით წერია და საერთოდ არაფერი არ წერია. მე იმდროინდელი მასალები მთლიანად შევისწავლე. გერშელმანი, იცით რა ადამიანი იყო, რა პიროვნება, გუსტავ რადე, გუსტავ სივერსი. დაბრძანდით? თავი მოიკლა. ვინ მოიგლა თავი? გუსტავ სივერსმა მოიკლა თავი. და ფოთიდან გამოგზავნილი ერთი წიგნის შესახებ თუ გსმენიათ რამე. სწორია. მათ უგზავნიდნენ წიგნებს არა მარტო ფოთიდან, არამედ ბერლინიდან, პეტერბურგიდან, ლონდონიდან, პარიზიდან. ამბობენ, რომ ვითომ ეს ბიბლიოთეკა ქართველების გარუსების მიზნით გახსნესო. ტყუილია. წიგნების მხოლოდ 8% იყო რუსულად, დანარჩენი იყო გერმანულად, ფრანგულად, ინგლისურად. უკაცრავად, აი ძვირფასი უნიკალური წიგნები შემორჩენილია. ძვირფასი. უამრავი, უძვირფასესი. ერთმა უცხოელმა ერთ წიგნზე მითხრა. აი ამ წიგნით თქვენმა ქვეყანამ შეიძლება დიდი თანხა იშოვნოსო. მე იქვე გავაჩუმე. არ გაიგონ, თორე თელს ბიბლიოთეკას გაყიდიან მეთქი. გამარჯობათ.
ნუგზარი ხო არ გინახავთ? ვინ ნუგზარი? ნუგზარი ქსეროგზარო მუშაობს. არა, უკაცრავ. გამაგიჟებს ეს ხალხი. ნუგზარის აქ რას ეძებენ? რას გეუბნეოდით? თქვენ თუ შეგიძლიათ დამისახელოთ. რა დაგისახელო? წიგნები? თქვენ რა თავი მოგბეზრებიათ? იცით რამ ხელა ფულზეა ლაპარაკი? მეტსაც გეტყვით. აქ წიგნები ქრება. და ადამიანების გაქრობაზე ხსმენიათ რამე. გამიგია. წიგნების ქრებიან და ადამიანებიც. თქვენ რა გონიათ რომ სივერსმა მართლა მოიკლა თავი? დარწმუნებული ვარ რომ მოკლეს. გერშელმანიც მოკლეს. ტოკარებს ეტლი დაეჯახაო. კი არ დაეჯახა, დააჯახეს. რომ იცოდეთ რა მასალები მაქვს მოგროვილი, გაგიჟდებით. ეხლა ვეგაჩვენებთ. ყველა წიგნი დაკარგულიც კი აღრიცხული მაქვს. ვიცი სად და როდის დაიკარგა. მაიმე ვირთხა. მაიმე. აი ეს ვირთხები და თაგვები მიშლიან ხელს მუშაობაში. საცავში ვეღარ ჩავსულარ მაგენის შიშით. დიდი მადლობა ქალბატონო მერი. მე თუ შეიძლება მე კიდე შემოვივლი. შემოიარე ჩემო კარგო. 12 საათის შემდეგ სულ აქ ვარ. მოიცადეთ, რა მითხარით ფოთიდან გამოგზავნილ წიგნზე? დიახ, აი ფოთიდან გამოგზავნილი წიგნის შესახებ თუ იცით რამე? წიგნი არა, მაგრამ გერშელმანი, როგორც პოლიციას უყვარს თქმა, დაიღუპა მეტად უცნაურ ვითარებაში, როდესაც ფოთიდან თბილისში ბრუნდებოდა. მადლობა. კარგი.
დოდო უკვე წავიდა? რაღაც ქაღალდი დავკარდი და ვიფიქრე აქ ხო არ არის მეთქი. ამაგიდას არავინ მიკარებია. შეიძლება დოდომ შეინახა. არა, უშევ სახლში დაურეკავ და ვკითხა. რა უნდოდა? რაღაც ფურცელს ვეძებ და აქ ხომ არ დამჩაო. ეს ხალხი გამაგიჟებს. თავის ფურცელს აქეძებდა? ანა, გორშა მაშინე. რასაც შენეძებ მანდ არ არის. შეიძლება ითქვას, ბიბლიოთეკაში გავიზარდე. ჩემი მშობლებიც იქ მუშაობდნენ. სკოლიდან პირდაპირ ბიბლიოთეკაში გავუდგოდი. იქ ჩემი სამყარო მქონდა. ძალიან მიყვარდა წიგნების სუნი და საცავებში ძრომიანი. ყოველი კუთხე კუნჭული ზეპირად ვიცოდი. აი მშობლების დაპატიმრების შემდეგ კი საერთოდ აღარ მინდოდა იქიდან გამოსვლა. ჯეროდა რომ იქ შემეძლო დამალვა, ვერავინ მომაგნებდა. აი ამიტომ გახდა ბიბლიოთეკა ჩემთვის სახლზე მეტი. აი ჩემი დედმამა. გრძელი ალბომია. ხო. არ თქვენ ხართ? არა, ეს ჩემი და. აი ეს ავარ მე. ანა, პირველად ახარშვილო ჩემ სახლში და თავი მოგაბეზრი ჩემი ბებრული ამბებით. ჯობია შენზე ვილაპარაკოთ. საიდან მოხდით ბიბლიოთეკაში? გიორგი მომიყვანა. ცა გიორგი საიდან იცნობდი? მე არა, ჩემ ნათესავი იცნობდა. და გიორგიმ რა თქვა იმ ხელნაწერზე? არაფერს, სისულელეა. მართალი უთქვამს, რა თქმა უნდა სისულელეა. პირიქით, მე მგონი ძალიან საინტერესოა. გამიხარდა კიდეც რომ მე ვიპოვე. შენ პირველი არა ხარ, ვინც ამ წიგნით დაინტერესდა. თქვენ?
რამე? თქვენც გსმენიათ ამ წიგნის შესახებ? რა თქმა უნდა. ჩესტერტონს აქვს მოთხრობა ასეთ წიგნს, ვინც გადაშლის გაქრებაო. სინამდვილეში არავითარი დაწყევლილი წიგნი არ არსებობს. ისე გირჩევ, ძალიან კარგი მოთხრობაა, წაიკითხე. ეს მიგვირს, რომ გიორგის არ ქონია წაკითხული ჩესტერტონი. აი ეს ხელნაწერი, გერშელმანის გაქრობა. ტყუილი ეგ ყველაფერი ჩემო გოგო. დამიჯერე. გერშელმანი მაგ წიგნის გულისთვის მოკლა საიდუმლო აგენტებმა. მერე კი რევოლუციამ ყველას დაავიწყა ეგ წიგნიც და მთელი ბიბლიოთეკაც. ასე რომ ახლა ამ წიგნის ძებნა უაზრობაა. და საცავში რომ იყო ვიღაც. მოგეჩვენ, არავინაც არ იყო. ხო იცი, შიშ დიდი თვალები აქვს. კარგი, დიდი მადლობა, გვიანია უკვე მე წავალ. ანა ძალიან გთხოვ და გირჩევ. მაგ წიგნზე ფიქრს თავი დაანებ. ვინც კი მაგ წიგნით დაინტერესდა, ყველამ ძალიან ცუდად დაამთავრა. ანა ძალიან გაგირიცხია. ხომ გითხარი, ელენე ძალიან საშიში ქალია. მე დარწმუნებული ვარ, წიგნი მასთან იქნება. ჩემს არაფერი არ თქვამს? არა, თქვენ არ უხსენები ხართ. ბატონო გიორგი, მე მგონი ეს წიგნის აღება ვიღაცამ დამასწრა. რატო ფიქრობ ასე? იმიტომ რომ მთავრობს ეს სადაც ის წიგნი და მტვერი აღარ არის. მოდი ასე შევთანხმდეთ. თუ იპოვნი, მართალია სისულელია. მაგრამ აი უჩემოთ არ გადაშალო. რა იცი რა მოხდა? რა თქმა უნდა. მაგრამ ვერც გავბედავდი. ქალბატონო მერი, აი ეს ციფრები რა უნდა იყოს თქვენი აზრით? ეს ხომ ბარათის ნომრებია. კატალოგში ნახეთ? ნახე და არ არის. ერთი წუთი.
მეგობრები, თქვენ ვინ მოგცათ? არავინ ერთ ძველ წიგნში ვიპოვე. ეს წიგნები თამაშების კოლექციიდან არის. უმრავლესობა დაკარგულია. ახლა ციკარგება ბევრი წიგნები. და ეს წიგნები ძვირი ღირს? ძალიან. თამაშები მთელს ევროპაში აგროვებდა წიგნებს. მაშინაც ძალიან ძვირი იყო. ბევრი უნიკალური წიგნი ჰქონდა. წარმოიდგინეთ, დანტეს უნიკალური გამოცემებიც კი ჰქონდა. და ეს წიგნები დღეს დაკარგულია. ძირითადში კი. აი ეს ნომრები, რომლებიც თქვენ მომიტანეთ, საერთოდ არ შემხვედრია. მოიცადეთ? აი газет Кавказიდან ამოვიწერებ. Дирекции публичной библиотеки приобретен экземпляр книги «Путешествие по Менгрели» Ламберта, изданный в 1654 году. Ვიცით რა მაინტერესებს? აი ის ფოთიდან გამოგზავნილი წიგნი, ძვირი იქნება? რადგან გაზეთში წერია, ძვირია. და ეს წიგნი სად არის? აი, სწორედ მაგაშია საქმე. ისიც გამქრალია. კატალოგშიც არ არის. და თუ კატალოგში არ არის წიგნი, იმის პოვნა შეუძლებელია. ვეღარავინ ვეღარ იპოვნის. ქალბატონო მერი. აი ამის შესახებ რას მეტყვით? თქვენ საიდანა გაქვთ ეს? რა მნიშვნელობა აქვს? ძალიან დიდი. ძალიან დიდი. ამის შესახებ მეც გამიგია, მაგრამ მეც ვერაფერს გეტყვით. და ეს წიგნი მართლა არსებობს? არსებობს. და სად შეიძლება რომ იყოს? არ ვიცი. შეიძლება დახურულ ფონდში. თუმცა ეჭვი მეპარება. გერშელმანის გაქრობის შემდეგ ვის ჩაუვარდა ხელში? წარმოდგენა არ მაქვს. გერშელმანი მართლა გაუჩინარდა? არ ვიცი. იქნებ გაუჩინარდა. იქნებ მოკლეს. საერთოდ ამ წიგნმა ძალიან ბევრი ადამიანი იმსხვერპლა. და თქვენს გირჩევთ დაანებეთ თავი ამ წიგნზე ფიქრს. რატომ ეს ხომ საინტერესოა? საინტერესო. საინტერესო კი არა, სახიფათოა. ქალბატონო ელენეს ეცოდინება რამე? არ ვიცი. მაგრამ თუ ვინმემ რამე იცის, ქალბატონ ელენეს უფრო მეტი ეცოდინება. კარგი, მე წავალ, დიდი მადლობა. ანა, ხვალ შემოიარე ჩემთან. რაღაც უნდა გაჩვენო. ოღონდ ერთი პირობით. მე არავისთან არ მახსენო. კარგი? რა თქმა უნდა. არავის ვეტყვი. გესმით? არა? როგორ? მხაკური არ გესმით? შემჭამეს ამ თაგვებმა და ვირთხებმა. თაგვი? დიახ, თაგვები. გაივსო ბიბლიოთეკა თაგვებით და ვირთხებით. მე შემოგივლით. ნახვამდის. ნახვამდის.